არ ყოფილა. წვრილი ქუჩებია, სოლოლაკივითაა, და კიდევ უფრო წვრილი. აი ძალიან წვრილი ქუჩებია, ესპანური ურბანიკია და უწვრილესი ქუჩებია და აღმართიათ, როად იხარ. აი ეს უცებ გზაჯვარედინებზე რა. თან გზაჯვარედინი არის ერთი სახლის იქითაა რა, გზაჯვარედინებია. მოპედი ჩაიქროლებს უცებ ისე. აი ფეხებზე კიდია რა, აქ ვიღაცა ამოდის თუ არა რა და ყველაზე გადაობა ისაა რომ ეს ხო ჩაიქროლებს ესე და ცოტა ხანში აქეთ აიქროლებს ზემოდან ქვემოთ ვიღაცა და თავისუფლად შეიძლება ეს ორი მოპედი ერთმანეთს შეასყდეს. ერთი აქედან ვინც ადის ზემოდან და გვერდიდან ვინც მოდის და არ ხდება ავარიები საერთოდ. რაღაცნაირად ისე არის ეს ქაოსი დარეგულირებული რომ მაინც არ ეჯახებიან ერთმანეთს. 11 წლის ბავშვები მართლა მოპედებზე სხედან 11 წლის ბავშვები შეჩემან და დაბოდიალობენ დაქრიან ამ იმაში ამ ქუჩებში. აი სუფთა ის არის, აი ოპერაცია წმინდა იანვარიუსი რო არის ძველი ფილმი დუდუ და მთელი ამბები როა, აი ზუსტად ეგ არის რა, ვიღაცა ტიპი იდგა იქ ქვემოდან, ჯულიეტას უყვიროდა რაღაც ზემოთ, ანუ თბილისშიც რო ვეღარ ნახავ უკვე ესეთი კადრები იყო რა. და კიდე პლუს იყო რაღაცა მონაკვეთებია ქალაქში, რომელიც წააგავს 90-იან წლების თბილისს. ანუ მოდიხარ და შენობებია რა, დიდი რაღაცა საკაიფო შენობები არის, აი რუსთაველი გეგონება ან ჭავჭავაძე რა და ფიქრობ რომ აი რაღაცა ის კაი შენობებია რა და უცებ ქვემოთ პულივიზატორით არის რაღაცა წარწერები გაკეთებული, რომელიც თბილისში მე 90-იან წლებში მაქვს ეგეთ შენობებზე. რაღაც მომენტში ჯერ ისაც 200 ქართველი